მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ოქტოპუსის ეთერში All Stars რომ მოვიდა, ეს ეგ შეეგადაში გთავაზობთ ხოლმე საფეხბურთო All Stars და არ ჩაგვიწერია FIFA 19-ის All Stars და ახლა შემოგთავაზებთ მას. სანდრო ჯაფარიძე, ჩვენი All Stars-ების მეგობარი არის აქ. როგორი შეგრძნება გაქვს, მოიგებ თუ არა? რა თქმა უნდა, მოსაგებად გამომდიო, მოვედას და ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი დავდო. და ღვთისწყალობით ყველაფერი გამოვა. Our coach did a fantastic job. Because ვარჯიშზე ფეხბურთელებმა. მოკლედ, ჩვენ უკვე არჩეული გვყავს გუნდები და მოდით შევაჯამოთ რა, ვის რა გუნდი ყავს, ისე იგივე პრინციპით, რა პრინციპითაც წინა All Stars-ებზე ვირჩევდით. ეხლა პრინციპში 2019 წლის სეზონით ისე გავიდა, რომ უკვე ამ სეზონში ვინ არის გამორჩეული, რაღაც ჩამოყალიბებული შემოქმედებაც გვაქვს. ზამთრის აპდეიტებიც იყო უკვე და შეგვიძლია დავასახელოთ ამ შემოქმედებას. შენ დაიწყე არჩევა თუ მე? მე დავიწყე. მე დავრიჩე რა თქმა უნდა ეხია და მე მგონი ახსნა დიდი არ ჭირდება თუ რატომ. ნუ მე ავიჩე კურტუა, ამასაც ალბათ არ ჭირდება დიდი ახსნა, იმიტომ რომ დეხი ამან ერჩია შესაბამისად. ნოიერი დიდად არ მიყვარს, ამიტომ ავიჩე კურტუა. თუმცა სეზონი ვერ აქვს მაინც. სეზონი კი რა თქმა უნდა. ვერა გუნდი თორე ინდივიდუალურად ვერ გეტყვიო ხარ სულ. არა, ცუდი სეზონია, მაგას ცუდი სეზონია. ნუ ეს თამაშებში მეც უფრო ბატონი ხალხოს ასე რომ. კაი, მე მარჯვენა მცველი მე გამიკვირდა შენ ეგეთი არჩევანი რო გააკეთე. კი, ბატონო, გამომდინარე იქიდან რომ ეხა იუვენტუსს გულშემატკივრობ, მაინც კანსელო ძალიან მომწონს მე ამ სეზონში. მე დასამახსოვრებელი მატჩი ქონდა ატლეტიკოსთან ჩვენებად ითამაშა და დაიმსახურა ესო ჩემ გუნდში მოხვედრილი იყო. და ჟო კანსელო ანუ კარვახალი რატო არა სიტყვაზე? იუვენტუსიდან გამომდინარე ესე სიმპათიები. ძალიან დიდად იმოქმედა ჩემზე მაინც ატლეტიკოსთან თამაშმა და შეიძლება რაღაც კაი, მე ავიღე კაილ უოკერი. ის წინა All Stars-ში წავდა კაილ უოკერი. წინა All Stars-ში იყო ძალიან. წყალობ. კი, წყალობ. სტრაფია ძალიან. და ჟოო კანსელო მოგონ წინა All Stars-ზე არც განიხილებოდა საერთოდ. წინა All Stars-ზე არ ვიცოდი საერთოდ ვინ იყო. ხო, რამდენიმე ესეთი კადრია მოხვედრილი, მე მგონი ვარანიც. ვარანი ყავდა, შენ ყავდა. მე მე ავიყვანე ახლა. კი, შენ ავიყვანე ახლა. გავაგზავნებ მე ავიყვანე რამოსი, აქ მე მგონი დიდი ახსნა არ ჭირდება ხო? თუმცა რატო კელინი არა, კელინი ეს მერე ვილაპარაკოთ ამაზე და ნუ ვანდაიკი ასევე ეს უკვე ჰოლანდიიდან. ვაი, ვაღიარებო დაცვაში სანდრო მაჯობა, დაცვის არჩევაში. ვანდაიკი როგორ არ გამახსენდა მაგრამ. არა პირველი შედარებით ახალია წინა All Stars-ზე ვანდაიკიც არ ყავდა. არა, ხო, წინა All Stars-ზე საუთჰემპტონში იყო ჯერ კიდე. მე ხომელსი ავიყვანე მაინც დავამძიმე. და ცოტა მარსელო რა, ეხლა მარსელო გასაგებია რატომაც. კარგია რომ გამართლა რომ მარცხენა მცველს მე ვირჩევდი პირველი. კი ბატონო. თუმცა ამის და მიუხედავად მაინც კარგი მარცხენა მცველი შემხვდა ჩემი აზრით ალექსანდრო. ესეც გამომდინარე სანდრო რო ქვია მაგიტო და იუვენტუსი. ალექსის და სანდროს ანუ რაღაც ახლოს არის ჩემთან. სეხნია ეგრეთ წოდებული და იუვენტუსი ასევე. და შემდეგი ავიყვანე პოგბა ძალიან მომწონს კომპიუტერულ ფეხბურთში განსაკუთრებით სასარგებლოა. ძალიან. აქ არ ჩანს ზარმაცია ესე. კი, არა ზარმაცია არის. ზარმაცია არის ამბობთ. ნუ მე უნდა ავიყვანე ორი ნახევარმცველი კაზემირო ავიყვანე საყრდენად და დებრუინი შეუწყვილე მას ცოტა ფანტაზისტა ნახევარმცველი. მე სანდროს ტესტ მატჩიც ჰქონდა სხვათა შორის სანამ ამას ვითამაშებდი და დებრუინმა კარგი საქმე გააკეთა. მე ესე იგი შენი არჩევანი იყო და პლეიმეიკერი უნდა გიყვანა და ნახევარმცველი კიდე. კი ბატონო, მე შევეშვი ჩაგიმაში უკან გამეყენებინა ფანტაზისტა და უფრო ვენდი ასე ვთქვათ ძლიერ გამოცდილ ჩამშტო ნახევარმცველს პოგბასთან წყურში და ეს იყო არტურო ვიდალი. თამაშობდნენ ერთად, ამ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს თამაშის სტილს, კარგად ეწყობდნენ ერთმანეთს. ნუ პლეიმეიკერზე როცა მიდგა ჯერი, რა თქმა უნდა, მისის გარდა როდესაც გაქვს არჩევანი პირველმა აიყვანო ფეხბურთელი, არ ვიცი რატომ უნდა აიღო ვინმე სხვა, როგორ შეიძლება ვინმე სხვა ერჩიოს, შესაბამისად ავირჩიე. მაგის მერე ესე პლეიმეიკერად ესეთი უცნაური გაწყვეტილება მივიღე. თანამედროვე ფეხბურთში არ წყალობენ საერთოდ ესეთი ფანტაზისტებს და ფლანგზე ყავთ ხოლმე გამწესებული და ედენ აზარი დავაყენე პლეიმეიკერად და მე მგონი კარგი გაწყვეტილება იყო. ნამდვილად სულს ვერ უწევდეთ ამ გაწყვეტილებას. და მარცხნივ ავიღე რონალდო, რა თქმა უნდა. ნუ ამ ფეხბურთშიც უკვე ფორვარდის პოზიციაზე უფრო სასარგებლოა მე მგონი, მაგრამ მაინც მარცხენა ნახევარმცველად ავიღე. რონალდო ყველა ფეხბურთში უფრო სასარგებლოა ფორვარდის პოზიციაზე დრეზდერობით. კი ბატონო, მე წილად მხდა ბედნიერება ამერჩია პლანგებით, შეტევები, შესაბამისად რა ხან PSG-ით ვთამაშობ ძირითადად FIFA 19-ს, ნეიმარი და ბაპე გადავანაწილე, ნეიმარი მარცხნივ, ბაპე მარჯვნივ. ო, სისტრაფე ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფეხბურთში. კი, ჩვენი ტექნიკა, ჩვენი პასი, ასე რომ არ ამგონია რომ დაიწუნო ეს ხო, სისტრაფეზე გამახსენდა და მე სალაჰი და ობამეიანგი ავიყვანე მე, ანუ მარჯვნივ სალაჰი, ბედუინი და წინ ობამეიანგი. ნობამეიანგი ფორვარდზე როცა მიდგა ჯერი ავიყვანე ედისონ კავანი, იმიტომ რომ ძალიან სასარგებლო თავი თამაშის დროს ვიცი კავანი თამაში მეტნაკლებად ისევ და ისევ PSG-დან გამომდინარე.
რაც შეეხება ზამენებს ჩამოვყვეთ უცებ და მეავირჩი ასე მე კარი ბუფონი ავირჩი ბუფონი გასაგებ მიზეზების და ასე შემდეგ ასე შემდეგ ედერსონი, ტიაგო სილვა, ალაბა, მატიჩი, იბალა, მოდრიჩი და სუარესი მყავს მე სკამზე. კი ბატონო მე გითხარით უკვე ბუფონის შესახებ, მყავს ასევე ლევანდოვსკი, მყავს ბეილი, მყავს სანე, მყავს ბუსკეტსი, მუნიე, რომელიც შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა, ძლიერია, თავით კარგად თამაშობს და ასევე უყანე ჯორჯ პიერინი. კარგი და ვინმე დაგვრჩა ისეთი? კროსი, გრიზმანი, ბენზემა კარგია. ბენზემა არ გავჩენია დავტოვეთ. რუნი დავით სილვები და ვიღაცები მარსიალები და რაღაცები ეხლა ბერნარდო სილვები და რაშფორდი მინდოდა, მაგრამ ვეღარ მომახერხე რომ ჩამესვა მუნჩი. კაი, დავიწყეთ? ხო, ესე იგი თამაში უშუალოდ. კარგი სტადიონი. აბა. ხო, გუნდები არ გვითხოვს, ხო? მე ვარ ბოჰემიანსი. კიდე რა თქმა უნდა ბოავიშტა იყიდა იმან, ხო? მულტიმილიონერმა. ბილ გეიტსმა იყიდა ბოავიშტა. რა უნდა რომ ესეც ჩაერიოს ასოქეთ აბრამოვიჩის და მსგავსი ევროპა ლიგაზე რო გაიყვანოს. ხო, სპილი ბიზნესმენების წრე შეუერთეს, ვინც საფეხბურთო გუნდებით ერთობა. კარგი. დებრუინი შემდეგ მოქმედებს ჯერჯერობით. ობამეიანგ. სამათი ვატაგებდა, ნახე შენ. აბა წავიდა, იქ რონალდოა. მახსოვს რონალდოთი გაგიტანე წინა ოლსტარზე, ალვეში რო ედგა. გაჩაგრა ნამდვილად. შეიძლება გადაიხარო თუ ვერ ხედავ კარგად წინ და. არა პრობლემა. სუბსაიდია ვითომ. თქმა უნდა, თამაშგარე, ხა ეს არის თამაშგარე მდგომარეობა, არ იყო საჭირო ამ დროს პასის გაკეთება. ედისონ კავანი. ძალიან იჩქარა მე მგონი სანდრო. წინ უსწრებს ხოლმე ამ ადამიანს ფეხები. კეპატო დარბის. ეს კარგი იყო, კარგი ცრუმოძრაობა იყო. ეს უკვე წავიკითხე და წინვალე, ვარანი. და გააფორმა, რა თქმა უნდა, ხედავ. წამოწვა და აღარ დგება. Typical of him. კი, typical of him. კევინ დე ბრუინი. კრისტიანო. თავის თანამემამულეს კი, ჟოო კანსელოს. ეპაიქრება რა. ნაკრებიდან იცნობენ ესე. აი სალაჰი ჯერჯერობით ძალიან კარგია. კარგ სეზონს ატარებს. აბა წავიდა დე ბრუინი. კარგი ცრომოძრაობა, 1-2. ნუ დაარტყა ამ დროს არ შეიძლება უბრალოდ ესეთი. არასერიოზული. დააყონა პასი გაკეთება ეს და ბუთის დაიწყო. კრისტიანო! პრემიერი იყო. წინვალე! ვარდნა ფეხებში! საიცა დაარტყი! შენ სვატოა, დე ბრუინია თუ ვინ არის? ძალიან არ გამიმართვა რა. არა რონალდოს ეს მესხის ცრმოძრაობები იყო. როდის გააკეთა ბოლოს ეგეთ ფინტი თუ ახსოვს ნეტა? მესხმა თუ რონალდო? მესხმა უფრო წახლო-წახლში გააკეთა ვიდრე რონალდო. აი კაილ უოკერი მე მგონი 75 ძალა სტრეინჩი როგორც ვეძახი მე. არის ძალიან ცოტა კაილ უოკერისთვის. თუმცა ეგეთი ძლიერი განაპირა მსველი მე ნიკა რიჩარდსის რომელიც ასევე სიტის და წინვალე ჩაწოდება, მაგრამ იქ მარსელოა და არ დაცალდათ. ეს არ იყო ცუდი რატო, მაგრამ დეხია ასეთებს არ უშვებს. ვიდალი რომელიც შემდეგ არსენალში დაიბეხის დიდად ხო. მაგრამ უნივერსალია და ბევრი რამე შეუძლია. გავარდა. შრომის ვარიანტები მთელია ძალიან და სამშაბათ დიდი მოსვლით ასრულებს. ბარსელონაში რატო გადავიდა უბრალოდ რა. კლიმატის გამო ალბათ. კლიმატის გამო რეალი რო არ უყვარს ამონი. რომ მაგის გამო წინვალე. ჯადოქრობა შემოგთავაზა ობამეიანგმა. თუ ასპენდებას არ შემიძლია ხაზი. გააკრიტიკებდი ხო? აბა, ჩაწოდება საჯარიმოში. არცვალ. არ უნარეხმარება კავანი ჯერჯერობით. ბაბე გარბის. ამის გაქცევებმა ხო შემჭამა რა. არ არის. სასურველი შემთვის. და წინვალე სეივი. ვინ პასი გაგიდეს? ობა. დაიბო. ახლა მომპარე შენ. კაი იყო, გადავჭით. ხო დაახლოებით გადავჭით. კავანიზე შეწოდება რა თქმა უნდა. არა, ჰუმელსი ადგილზე. ეს ვინ? კილიან ბამბე, როგორც ეძახიან მას. აბა.
ედინსონ კავანი, აუ, ეს პასი არ იყო. ზუსტი ნეიმარი. აბა ბედუინი უნდა გავაქციოთ ახლა. რაც მაპია ჩემთან იგივეა შენთან სავალკისებში. აუქნა ამან. თანაგუნდელმა არ დაინდია რა. აი, კონტაქტში არ უნდა შეხვიდეს საერთოდ იმ კაცთან. მესი არჩენს ხო? მესი ჯერჯერობით არჩენს. საერთოდ ისეთ ფეხბურთია, ეს დებრუინის დარტყმა. მეგონა უახლოვდება დებრუინის ისტორიას მიზანს. ცენტრი იმდენად საჭირო აღარ არის, ხო, 19-ში. 18-ში უფრო ცენტრიდან გადიოდა გოლები და. თითქოს აქცენტი გაკეთებული არის მაინც ისრაფეზე. აჰა. რაც არ არის კარგი. ეგეთია ეს. სლადეკეთიც არ არის. ეხლა და რა კარგი შანსი! ანგარიში გაიხსნა! იო, ედენ აზარი. ეს იყო ძალიან ჭკვიანი. ლებრონ ჯეიმსის აღნიშვნა. კი, ოლსტარია და კი, მაინც ოლსტარია. როგორ არ მოხდა სანდრო ამ ეპიზოდში ობამეიანგმა კარგად შეიტყუა მეგონი. ჩავარდა აშკარად, პრობლემას ვეღარ დააზღვია უკვე მსვლელები. და კორტუასაც ხა ვეღარ მოხდა. შეეძლო ისე პრინციპში მეგონი რომ შეეძლო? ხო ჩავარა, რომ დაუბრუნდა კარგად. და ჩაწვა ცუდად შეეძლო, აშკარად აღება შეეძლო. ნუ ასე თუ ისე ბოჰემიანსმა გაიტანა ბოლო. ამის ბოლოს უკვე. კი და ეხა ლეო მესი უნდა გამოჩნდეს. მესი. ეს რა ქენი კავანი? დიდან ბოლო შეტევის დრო აღარც არის პრინციპში. აი, პირველად დამთავრდა რა სიტყვი გიო პირველ ტაიმზე. იცი რა არის? გამემართლა რომ რაღაც ერთ-ერთი აღმოჩნდა მომენტები ქონდა ეხა შენც დარტყმასაც რო გადავალო თვალი 4-2-ზე არის. მე ხარ გამოვირჩევი შენ კარგად იცი შორდან დარტყმობით და შემდეგ, მაგრამ მაინც. თანაბარი თამაში იყო მაინც, თუმცა შენ მაინც კლასის ხარჯზე. კლასის ხარჯზე. პოლო პოგბა. კავანი ჩამოდის ძალიან უკანის. ახასიათებს კავანი. ვაი, ბიჭო, გადაირთე. პოგბამ შეენებოთ მეტია. აი, პოგბა ზედმეტია, რას აკეთებს პოგბა? თუ გაგწდება. აი, ეს კარგია. აი, ნეიმარს დაასწრო თან თამაშგარია. ეს მე შეამჩნევს. შეამჩნია თავიდან, მაგრამ იყო ფაქტია, გამეორებას გამოჩნდა. ტექნოლოგიებს კონდობით. ვიდეო რეფერიმ დაადასტურა, რომ თამაშგარი იყო. აი, ეს ჩემი მიუტევებელი შეცდომა, რომელიც მომეტევა. აი, ეს კანსელო რას აკეთებს ახლა? დავიბრუნეთ, რა შევარე, შევინარჩუნეთ პროსტორად. აი, ჩავჭერი და აბა, ეს ცოდავს საკმაოდ. პლანგზე ნეიმ. თუმცა არის უკვე ზამენების საშუალებაც მე მგონი. ეგეც ტერმინი ზამენი. არსებობს. არა, მესი რაღაცა ვერა რა. ესე თავი ნაკრებში. და ბეტისთან ხო არ გონია? ნაკრებში გონია მგონი. აი ეს ედენ აზარის გაქცევებით შვენიერია. ეს რა კარგი ცურმოძრაობა იყო. შევედით, ბიჭო, დარტყმა! და ბრწყინვალე სეივი, ტიბო კურტო მიხსნა ბედუინისგან. უნდია რა. ვაი, მის რა ქიმიც. შვენიერი პასი ბაპე შესულებით. ჩამოვიდა, ბიჭო. შენები ჩავიდა მიგაშკარ, შენები რა თარჩქარობენ სამწუხაროდ. აგინდა ხელი. თუ ვიდალი გამოყვან დასაყრე პოზიციაზე და უშლიდან ხელს, ვიდალს აშკარად და აბა! კარგი, ეს კარგი ეპიზოდი იყო. გამოვიყენეთ ჩემი სკილები. ჩავაწოდოთ ისე ჯობია. აბა რონალდო. ის კაცი მომაშორეთ იქიდან. მოდი სრულებები. აი 72 წუთისთვის იყო დრო მე მგონი რომ სრულებები განხორციელებული იყო და შენ წაპირებ ხო სრულებები. მე მგონი მატიჩი უნდა გამოვიყვანო მე რა. უფრო დაცვაზე ვიგებ ხა და ეს იქნება ჩემი პირველი სრულება ჯერჯერობით. დანარჩენი მაყოფილი ვარ ძალიან ბიჭებმა იბრძოლეს. მიუხედავად იმისა რომ ვიდალი ძალიან მაყოფილი ვარ მაინც გავიყვან იმიტომ რომ ბუსკეტსის აი ეს ასე გამოზომილი პასები მჭირდება ხო უფრო შედარებით ორგანიზებისთვის და მოდი ასევე ვიჯერ შევიდავ თავის ხომისგან. ეს სამე შემოყვანა მინდა მაგრამ ხა ნეიმარის მენელება და ბაპეს. სანეთ ყვილა იყვანის. აბა რონალდო! რაოსტარული მომენტი იყო და საოცრება როგორ ვერ გავიტანე. კარგი ეპიზოდი იყო.
სანდრო მე მთავრდებოდა აქ თამაში რონალდოს რო გაეტანა და თამაშისთვის ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის კარგია რომ ეს არ მოხდა. არა, ნეიმარი ზედმეტს იღებს. ახასიათებს ამის ეს. კი, ახასიათებს და ეს არ არის მაინც და მაინც კარგი გუნდისთვის ამ წუთას. ვაი. ერთი ფეხბურთელი მაწონზე, მეორე მაწონზე და არწმა და მაწონი. შენიშნავი გოლი. ეს ოსტარების ისტორიაში მოდი ყველაზე კარგი გოლი სონგოს. კი, მესის. ფეხებს შორის რატო გავუძვრა იმ ჩემის ეს. სხვა FIFA-ს რამის ახასიათებს ეს მეგობრებისა. კარგად იკვრით. ალისონი გამოირჩევა ამ კომპონენტში, წყალებში რო თქვა. პროცენტის უმრავლობა იქით მეგობრებს. და ბიგოს ატლეტიკს უნდა უკანა იმ გოლს. არა, გოლი მშვენიერი იყო, მე დეხიას მოძრაობებით აი მაინც და მაინც ვაფრილი არ ვარ. კარგით, ნუ რაც უფრო მეც ვითამაშებთ, მით უკეთესი. ბუსკეტსის გამოსვლა გაამართლა. მე კიდე მატიჩი, კაროჩე ვერ ჩავრთე თამაში. თავენ ძალიან ტექნიკურია, ხედავთ. ოგბა ამასობაში არის დარტყმის საშუალება, მაგრამ ეს მსვლელები გადამიღო. არაფერი არ გამოვიდა აქედან და წავიდა შეტევა. ჩემი ფეხები არაფერი წავიდა. ანუ ეს თავისით რო პატკაჩიო ჩაწვა, ეგ მესიანმა. ეს winning 11-დან სიმართლე გითხრა პირველად მომივიდა ეგეთი რაღაც რომ პატკაჩი ჩაწვა თავისით. ო. რა გააკეთა? ოპა, და წავიდა ობამეიანგი და მისი შეტევა. სალაჰი. კარგი პასი. მეტი ვაშკარად. თუმცა კი არის შანსი და ძელი კიდევ ერთი. კარგი ისე ბედუინი, აი ეხლა არ გავიმართვა. ბედუინი წინაზე რონალდო იყო. აჰა. ნაკავანი მოიგო. მსოფლიოში ხო დამთავრდა უკვე. ხო. რა ტაიმი უფრო ჩემი იყო ახლა. ორ ძელს თუ გავითვალისწინებთ. პირველი ჩემი იყო. პირველი არის. მართლაც შენ უფრო მეტი გაქვს. სონი ხო? კაი, დავიწყეთ. სონი უნდა აგვიყვანა ის. ხო. კეინი ვარ ავიყვანეთ. ავდა ლევერკუზენში ხო კეინი ას ვიხსენებია თან. ყველა პოზიციაზე ალექსანდრო რატომჩობა. ფერაფტები. ინდოდა ძმაო. კარგი. კიდევ ერთი ჩაწოდება, ბედუინის ნახტომი, ჩემ ფეხები. ბედუინის ნახტომი. მორჩება ოსტარების ისტორიაში. ვაიმე, რა კარგი პასი იყო, რა კარგია. ამასობაში კავანი. მატიჩმა გაახია სახე. მაგრამ ბოლოში დარჩა შეტევისთვის დრო. მოხსოვს უნდა მოვფრთხილდეთ ახლა. აი, მეც გადამარჩინა. ძალიან საფრთხე კორესპონდენტი კავანი დარჩენილი. სტილისტური ხარისთან. და ბოლოს ცვლილებებიც უნდა გამოვიყენო მე მგონი. ძეგლის დამესვა ამ დაზაბული მატჩისთვის. კარგია, აბა, რა შეიძლება შევცვალოთ. იბალა უნდა გამოვიყვანო აუცილებლად. მოდრიჩ არ არის საშუალებას თავზე. მოდრიჩი იცი რა არის? ოქროს ბურთი კი აქვს, მაგრამ ნელია. თუმცა დასვენებულია, მაინც ერთხელ მეორე დამატებით დროა და აი, სუარეს გამოვიყვან კიდე ობამეიანის ნაწილი. თუ ესე ხო არ ქნა. აი, მოდი ბედუინის გავიყვან. ჩემი ფეხბურთელების ავტორიტეტი იმ უყავს, ასე ვთქვათ, აი მესის გაყვანა მინდა, იმიტომ დაღლილია, მაგრამ მესი არ როგორ უნდა გავიყვანო. აზარი ძალიან დაღლილია რა. იბალას გამოყვანაც რომ მინდა და მოდრიჩისაც. და გაქვს ერთი ცუდი და ჩემი. აი, იბალა იყოს მათ. იბალა მოყვანა. წავედით ისევ რონალდოზე. ნუ ძალიან დაფრთხილია ტელეფონის განმავლობაში ისე ყველა შეკრება. ისევ მომართლების ასოა წინვალე დღეს. აი ეს კარგი იყო. და ესეც არ არის ცუდი. სულ ძალიან საფრთხეა ესე ახო საჯერიმოსთან. და ვერ და ისო ბედუინი იყო, საციაზე მივიდა უკეთ უნდა დაერტყა წესით. აი ეს როგორი შეცდომაა ახლა. პატიებელი, თუმცა გეპატია. კაზემირო! რა ხდება? დარტყმა და არის!
124 წუთზე კაზემირო გაიტანა გადაწყვეტა. ამდენად მესამე ძელმა უკვე რეალ მოხსნა. ნუ არ გაგიმართლა ფატალურად, იმდა ერთმანეთს შეუშალეს. და კაზემირო აი ესეთი გოლი გაიტანა. კარგი იყო. ერთი შეტევის დრო თუ დაგვრჩა. გარანტირებული არაფერი. ეს ხავს ებღაუჭება სანდრო, იმიტომ რომ იცის რომ ეს შეტევაც აღარ დაჩეკი. შეტევის აღარ იყო უკვე ერთ-ერთი. არა, ოსტარებში იმენა. არის სტატისტიკა. დამსახურებული ამბობია ვიედის. არა, კაი თამაში იყო. არა უშავდა. აი ხარობს საბჭოთა კავშირი. მოიცა ახლა ნახოთ ჩვენ ჰაილაითები და თან გავარჩიოთ რა. აი მე 25 წუთზე იყო პირველი მომენტი, როცა ვიდალმა დაარტყა. ანუ დეხია წინვალი. ეს არ გაჭიროებია ახლა ის აღარ ის არა, ბუავიშტას ძალიან მაგარი მომენტები ჰქონდა თავიდან. თუმცა ყველა მომენტი არ არის შესული. არის გოლი ხო? არა, გოლამდე ბევრი რაღაც იყო. კი, რამდენიმე დაარტყა შორიდან. აჰა. თორმეტ დაარტყა საფეხბურთო. და ეს აღნიშნა მართლაც ლებრონის სტილში. ეს უკვე მეორე ტაიმის მომენტებს ისე ვიდალი, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო, აი ამასაც მომენტები იყო აშკარად. ნამდვილად იყო პირველ ტაიმის მეორეშიც, ფრუსტრაცია და სატისფაქცია. 73 წუთი აქ რონალდოს ჩინებული. მეც კი დამწდებული რომ გოლა რეაქცია ეს მომენტი პორტუგალიებმა, თუმცა წვდებოდა კულტურად რაღაც. არ ვიცი, იცი რა არის? ჯობდა რომ ეს გასულიყო რა, ვიდრე ის. მოეს ლეო მესის გოლი, შედევრი. ხელთამაში არ ჩანდა, მაგრამ მესია რომ ესე მესი არ გააკეთოს. ანგარა მესი იყო ეს რა. მესი არ გამეყარა, ეს დამატების იქ სუხანი რონალდოა უკან ხედავთ. 99 წუთი ედისონ კავანის ჩინებული მოძრაობა აქ გადაწყდა მატჩის ბედი როგორ ჩანს. ეხიამ გადაარჩინა. თორე აქ შენ ბოჰემიანსის კარ. შენ დახუთი მედროკ ჩებოდა და რასაც შენ წას მედროკ დამატებაში. ეს ხდება. ეს სალაჰის ძელი კიდე. ეს ძალიან საფრთხე იყო ასევე. აქ მეორეჯერ გადაწყვეტილი იყო. მატჩის და უკვე ბოლოს იყო ეს არასამართლიანი გოლი. ხა ეს იყო რაც გამართლების დიდი დოზა. თან ცოტა უფრო მეტად რეაქტიურა რამოსა. ძალიან გაწვდი დიდ გაზონზე და არა, თან წერა კაზემიროც უხერხულ სიტუაციაში იყო, მაგრამ დაარტყა და გაიტანა. მატჩის გმირი შენიაზრით მაინც ნუ კაზემირო 124 წუთზე გაიტანა და მე მგონი კაზემირო. და შენ შემადგენლობაში ალბათ მე რონალდო იყო საუკეთესო. შენთან კანსელო კარგი იყო, ვიდალი ავანიც არ იყო. ავანიც არ იყო სული. ანუ ახლა ჩვენ ისე ვაფასებთ რა, როგორც თანამედროვე ფეხბურთში რო იშრომა და იბრძოლა. კი ბატონო, ეს გამორჩეულია მაინც კანსელო ალბათ, იმიტომ რომ რონალდოს უფრო დიდი საფრთხე მოდის რონალდოსგან როგორც წესი და მაინც გაამეიკავა შედარებით. საინტერესო ოლსტარი იყო. ეხლა ვიფიქრობდით და კიდე ევროპა, ამერიკა კი არა, ევროპა სოფლიოს წინააღმდეგ ხო ჩაგვეტარებინა თქო მაგასაც და მაგრამ იდეები თუ გექნებათ როგორი ოლსტარი, მაღლები დაბლების წინააღმდეგ და რაღაც ძველ წესში რო იყო ხოლმე. რამე ეგეთი ოლსტარი კიდე მოვარტყათ, ასე რომ და ვინ გამოგჭა კიდე ერთხელ კი ვისაუბრეთ კომენტარებში ხა მიდის თქვი უბედურებო როგორ არა იყო ან კანტე არა ნუ ეს ჩვენი გემოვნება ესეთია და თან ვიცით FIFA-ში ვინ არის კარგი ამ ფეხბურთთან ამ შემადგენლობით თამაშობთ ოპტიმალურად ჩვენ შესაძლებელია ასე რომ ნუ დაგვძრახავთ მაინც და მაინც დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე მადლობა კარგად ზენდობებით